ეს იყო ნოდარ ჩარჩო, ახლა კი საუბარს განვაგრძობთ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წევრთან, კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორთან ნიკა ჯეირანაშვილთან. ის დეტალებში გაგვარკვევს. მოგესალმებით ბატონო ნიკა. მოგესალმებით, საღამოშიდობით. საღამოშიდობისა დავიწყოთ პირველ რიგში თავიდან, რატომ დადგა დღის წესრიგში ასეთი სამსახურის შექმნის საკითხი, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს? ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ 2005 წელს, როდესაც საქართველოს მაშინდელმა გაეროს სპეციალურ მოხსენებელმა წამების საკითხებზე ბატონმა მანფრედ ნოვაკმა მისცა რეკომენდაცია, რომ შექმნილიყო მსგავსი ტიპის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. მას შემდეგ უკვე გავიდა რამდენიმე წელი, უკვე ჩვენ გვახსოვს ცნობილი ციხის სკანდალი და ციხის კადრები, სადაც ადამიანების წამება და არადამიანური მოპყრობა იყო ასახული. ამ კადრების შემდეგ ახსოვს უკვე ამას მოყვა ხელისუფლების ცვლილება და ჩვენ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ მოგვეხდინა სრულყოფილი ანალიზი იმ სიტუაციის, რაც უკავშირდებოდა წამებას და არადამიანურ სტატისტიკა, რამდენად ხშირად ხდება ესეთი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ტიპის დანაშაული? რამდენად ხშირია ასეთი ფაქტები? დიახ, უბრალოდ დავასრულებ ძალიან მოკლედ ვიტყვი, ვიც შეზღუდულები ვარ დროში. მთავარი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, რამაც მიგვიყვანა ზოგადად ქვეყანა იქამდე, რომ წამება და არადამიანური მოპყრობა გახდა მასშტაბური და სისტემური პრობლემა, იყო მთავარი მიზეზი სწორედ ამისა იყო ის, რომ არ ხდებოდა ეფექტური გამოძიება ამ დანაშაულებების შესაბამისად. ჩვენ მოგვეცა ქვეყანას რეკომენდაცია სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან, რათა შეგვექმნა ეს მექანიზმი, ახალმა ხელისუფლებამ უკვე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აიღო ეს ვალდებულება და ჩვენ შემდეგ შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, თუ როგორი ტიპის მსგავსი მექანიზმები არსებობს სოფლიოში. ბატონო ნიკა, მე გითხავთ თქვენ საერთაშორისო მექანიზმებზეც, უბრალოდ ესე ლოგიკურად რომ მივყვეთ იმას, რაზეც თქვენ საუბრობთ, რამდენი დანაშაული ხდება, თქვათ, წელიწადში ან 2 წელიწადში ერთხელ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მხრიდან, თუ გაქვთ სტატისტიკა? პრობლემა სწორედ ამაშია, რომ სტატისტიკა არ გვაქვს. ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია მოვიშველიოთ არის ის სტატისტიკა, რაც ეხება კონკრეტულ საჩივრებს, რომელიც შედის სახალხო დამცველის ოფისის აპარატში. როგორც ვიცით, ზოგადად გაზრდილია მომართვიანობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, თუმცა ეს რიცხვები და სტატისტიკა რეალურად არ აჩვენებს რეალურ სურათს, არ ასახავს, ვინაიდან მანამდეც მოგეხსენება წინა ხელისუფლების დროს, როდესაც სისტემური პრობლემა იყო წამება და არადამიანური მოპყრობა, მაშინ რეალურად ძალიან მცირე იყო მომართვიანობა თუნდაც სახალხო დამცველის მიმართ და შესაბამისად ძალიან მცირე იყო რაოდენობა იმ საქმეებისა, სადაც პატიმრები ან სხვა პირები საუბრობდნენ პოლიციელთან ან სხვა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე. შესაბამისად, აქ პრობლემა არის ის, რომ რეალურად ხალხი არ საუბრობს ღიად ამ პრობლემებზე, ვინაიდან არის შიში დღესდღეობით არ არსებობს ქვეყანაში ეფექტური მექანიზმი, რომელიც შეძლებს რომ დასაჯოს შესაბამისი დამნაშავეები, ვინაიდან პრობლემა არის ის, რომ ან არ იწყება გამოძიება ხშირ შემთხვევებში, ან თუ იწყება გამოძიება ძალიან დიდხანს გრძელდება, ან თუ კიდე როდესღაც დამთავრდება გამოძიება, ვერანაირ შედეგს ვერ ვიღებთ ამ შესაბამისად. მე მაინტერესებს თქვენი არგუმენტები, რა არგუმენტები გაქვთ თქვენ იმ კითხვების საპირისპიროდ, რომელსაც დღეს აი ამ ინიციატივის ოპონენტები სვამდნენ. აქ იყო საუბარი გამოძიების უფლებაზე, აქ იყო საუბარი კონტროლზე, ისინი სვამდნენ კითხვებს, მე შემიძლია ციტატაც მოგიყვანოთ, რომ ვინ გამოიძიებს თავად ამ კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს, თუ ეს კომისარიატი თავადაც იქნება, თქვათ, კითხვების ობიექტი. აი ამ არგუმენტებს თქვენ, აი ამ კითხვებს თქვენ რა არგუმენტებს დაუპირისპირებთ? ზოგადად ჩვენ კანონპროექტი 1 წლის წინ მოვამზადეთ და უწყებათა შორის საბჭოზე არის განსახილველად უკვე დიდი ხანია გასული და მხოლოდ ერთხელ ქონდა შესაძლებლობა, რომ პრეზენტაცია მოგვეხდინა საბჭოზე და მას შემდეგ უწყებებისგან მივიღეთ გარკვეული ტიპის შენიშვნები, თუმცა არ იყო ისეთი პრინციპული შენიშვნები, რაც თქვა დღეს მოვისმინეთ მთავრობის პოზიცია, რომელიც ქალბატონმა მინისტრმა თეატრულკიამ წარმოადგინა, რომ ისინი სრულიად ეწინააღმდეგებიან იმას, რომ ამ მექანიზმს ჰქონდეს ბრალდების და სისხლისამართლებრივი დევნის ფუნქცია. შეკითხეთ, რაც შეეხება რა თქმა უნდა ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი და ჩვენ გავზარდეთ კიდევაც
ანგარიშვალდებულების ნაწილში გავითვალისწინეთ გარკვეული უწყებების შენიშვნები. ანგარიშვალდებული ეს მექანიზმი იქნება კონკრეტულად პარლამენტის წინაშე, რაც შეეხება დანაშაულებს, შესაძლო დანაშაულებს, რომელიც შეიძლება ამ მექანიზმის, ანუ ამ ახალი ორგანოს წარმომადგენლებმა ჩაიდინონ ჩვეულებრივად პროკურატურა შეძლებს, რომ შესაბამისად სისხლის სამართლებრივი დევნა განახორციელოს, ანუ ამაში პრობლემას ვერ ხედავ. კომისარიატს ვინ გააკონტროლებს? ანუ რითი ამტკიცებს კომისარიატს გააკონტროლებს პარლამენტი. კომისარიატი იმუშავებს კარგად და მისი საქმიანობის მიმართაც არ გაჩნდება თქვა. ჩვენ დღეს სხვათა შორის ჰქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა საერთაშორისო ექსპერტების, რომლის სპეციალურად ჩამოვიყვანეთ დღევანდელი კონფერენციისთვის, რასაც მთავრობისთვის აეხსნათ, როგორ მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი ტიპის მექანიზმები. მთავარი კონტროლის მექანიზმი ხართ სწორედ თქვენ, ანუ მედია პირველ რიგში და რა თქმა უნდა პარლამენტის, რომლის წინაშეც პასუხისმგებელი არიან ეს ორგანოები. შესაბამისად საქართველოს შემთხვევაში თუ შეიქმნება მსგავსი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, კონტროლის იგი ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე და რა თქმა უნდა მედიას მუდმივ კონტროლს გაუწევს ამ მედიისთვის ძალიან ხშირად დახურული არის ხოლმე ასეთი საგამოძიებო უწყებების საქმიანობები, გამოძიებები, ჩვენ ესე ღიად ხელი არ მიგვიწყდება მათ მიერ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ, მაგალითად მიგვიწყდება ხელი. ანუ კონტროლის მხოლოდ აი ესე მედიაზე. დიახ, აი გეტყვი, დიდ ბრიტანეთში მაგალითად ესეთი მექანიზმი, როდესაც იძიებს აწარმოებს ძიებას, შემდეგ ისინი ასაჯაროებენ ხოლმე სხვათა შორის ამ დოკუმენტებს და ეს არის შეიძლება ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ასევე საქართველოს შემთხვევაში იქნას გამოყენებული. თუმცა აქ თავარი პრობლემა არ არის და პრინციპში არც ერთ ქვეყანაში არ არის თქვა უშუალოდ ამ მექანიზმის კონტროლი, არამედ პრობლემა არის ის თუ რა უფლებები ექნება თვითონ ამ მექანიზმს და რამდენად რეალურად დამოუკიდებელი იქნება, იმიტომ რომ თუ ეს არ იქნება ცალკე ახალი ორგანო, რომელსაც ექნება შესაბამისი რესურსი, შესაბამისი უფლება გამოიძიოს დანაშაულებები და სისხლის სამართლებრივი დევნა აწარმოოს, მაშინ აზრი არ ექნება საქართველოს მსგავსი ტიპის მექანიზმის შექმნას. დემის ფუნქციაზე იყო საუბარი, ასევე დღეს ამ ინიციატივის ოპონენტები ამბობდნენ, რომ აი ეს მაგალითები თქვენ რაც მოიყვანეთ იგივე ინგლისურ და უელსურ მოდელთან დაკავშირებით, არც მათ ქვეყანაში არ არსებობს აი ეს ფუნქცია. თქვენ რა შეგიძლიათ თქვა? დიახ, აქ თავარია ჩვენ განვასხვაოთ ზოგადად სამართლებრივი სისტემები საქართველოში განსხვავებულია ინგლისის და უელსის სისტემებისგან. ჩვენ დღეს აღვნიშნეთ კიდევაც კონფერენციაზე, რომ არ შეიძლება ჩვენ ერთი კონკრეტული ქვეყნის მოდელი ავიღოთ და მოვარგოთ თქვათ რომელიმე სხვა ქვეყანას, ანუ ჩვენ გავითვალისწინოთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, მართალია თქვათ ინგლისში არ არის გამოძიება, მაგრამ არ არის, იმიტომ რომ იქ გამოძიების ორგანოები, პროკურორის ოფისი იქ არის დამოუკიდებელი, წარმოებს გამოძიებას, რაც საქართველოს შემთხვევაში ესე არ არის. ამიტომ თავარი პრობლემა ჩვენთან რაც დგას არის ის, რომ პროკურატურა ასევე აწარმოებს გამოძიებას და გამოძიებაზე ზედამხედველობას, რაც ხშირ შემთხვევაში სწორედ იმ ინტერესთა კონფლიქტს ქმნის, რის გამოც იქნება ეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. არის რა თქმა უნდა ქვეყნები, სადაც არის აქვს დევნის უფლებამოსილება, ეს არის გვატემალაში მაგალითად, იამაიკაში და სხვა ქვეყნებში, რომელიც ითვლება, რომ სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოდელებია დამოუკიდებელი გამოძიების კუთხით. გასაგებია და დაფინანსებასთან დაკავშირებით მინდა რომ მკითხოთ, თქვენ თქვით რომ ალბათ ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს თქვენ ინიციატივის მიხედვით დაფინანსება და ასევე ახსენეთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. როგორ ფიქრობთ, თუ ეს ასე მოხდება, ხომ არ გაჩნდება გარკვეული კითხვები? დაფინანსებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, უკვე ერთ წელიწადზე მეტია ვისმენთ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან სურვილს და მზაობას, რომ თუ იმ შემთხვევაში თუ იქნება პოლიტიკური ნება და მართლაც შეიქმნება დამოუკიდებელი და ეფექტური საგამოძიებო მექანიზმი, ისინი მზად არიან ეს დონორი ორგანიზაციები, რომ გარკვეული დახმარება გაუწიონ პირველ ეტაპზე სახელმწიფოს, რათა კიდევ კისერზე არ დააწვეს დამატებითი ხარჯები ასეთი ორგანოს შესაქმნელად. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაც ახალ სამინისტროზე, ეს იქნება შედარებით მოცულობით მცირე ორგანო, დაახლოებით 30-დან 40 თანამშრომელი ეყოლება და უხელმძღვანელებს კომისარი, რომელიც 7 წლის ვადით, რომელსაც აირჩევს პარლამენტი. შესაბამისად, თავის პირველ ეტაპზე ბიუჯეტს ეს არ დააწვება, თქვა მძიმე ტვირთად, აქ საუბარია დაახლოებით, როგორც გამოვთვალეთ, 9 მილიონ ლარამდე ჯდება პირველ ეტაპზე ამ ორგანოს შექმნა და როგორც გითხარით, საერთაშორისო დონორები მზად არიან ამაში გაუწიონ დახმარება ჩვენს სახელმწიფოს. დიდი მადლობა. დაფინანსების პრობლემა მე ვფიქრობ არ იქნება.
დიდი მადლობა რომ დაგვიწყეთ დრო მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში და საუბრობდით ამ თემაზე. მაყურებელს შევახსენებ რომ ნიკა ჯაირანაშვილი ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წევრი და ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი იყო ჩვენი სტუმარი.